რომ არა პოლიტიკოსი სად იქნებოდი? სახლში. ერთი ღამით რა ვიცი, შორენა დაგეწერა. დაგებს ვერ ვიტყოდი, ბრატ. მოგესალმებით, ეს არის პოლიტკასტის პირველი სტუდიური გადაცემა. ძალიან საინტერესო პოდკასტი იქნება, განსხვავებული სტანდარტული პოლიტიკური პოდკასტებისგან, ამიტომ დარჩით ბოლომდე და გვიყურეთ. ჩვენი დღევანდელი სტუმარი კი არის ვაჟა დარჩია, ლელოძლიერი საქართველოს წარმომადგენელი და ბათუმის საკრებულოს წევრი. მოგესალმებით ვაჟა. გამარჯობა. როგორ ხარ? რავი, ვუძლებ. მიხარია რომ თქვენი ამ პირველი სტუდიური გადაცემის სტუმარი ვარ და იმედია კარგად გაგრძელდება ეს ამბავი, ისევე კარგად როგორც დაიწყო, იმიტომ რომ რაღაცა თქვენი დუეტი ისე დუეტად ჩამოყალიბდა, რომ ძალიან ყურებადი ხალხი ხართ, მოკლედ და იმედია პოდკასტიც ეგრე გაგრძელდება რა. თან ნახავთ, გვიყურებთ თუ არა, იმიტომ რომ ისეთ კითხვები გვაქვს. ხო, ახლა ისე მიზანთ რომ მოგაყდეთ. მოკლედ ეხა ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი მაინც დღის წესრიგში დადგა ისევ ვადამდელი არჩევნები. ნუ სანამ არჩევნებზე მონაწილეობაზე და ბოიკოტზე ვიტყოდით, შენ რას ფიქრობ ზოგადად პოლიტიკურ მოცემულობას როგორ შეაფასებ მარტივად? ხო, ნუ ვუძლებ როგორ ხარ რომ მკითხა და ვუძლებ მეთქი რომ უთხარი ეგ არის იმის პასუხი რაც ხდება, ხო? ბოლომდე გვიჭერენ, ბოლომდე ავტორიტარიზმის გამაგრება კი არა და უკვე დიქტატურაში გარდამავალი, ხო, ეხლა რაღაცა განმარტებაში რომ შევიდეთ. შეიძლება ორივე ამბავი დავარქვათ, მაგრამ ნუ უკვე ფაქტია რომ ეს ტრანზიციული პერიოდი არის, ხო, ავტორიტარიზმიდან დიქტატურაში გადავდივართ და ეს არის რომ ყველა ფორმას გზას ცდილობს ქართული ოცნება რომ რაღაცნაირად ეს მარწუხები ბოლომდე მოუჭიროს და მაგალითად პარტიების აკრძალვა არის ამის ყველაზე კარგი მაგალითი, ხო? ნუ რა ვიცი, რას ვფიქრობ და ვფიქრობ იმას რომ ჩვენი ბრძოლა ყოველდღიურად უფრო რთული გახდება, უფრო ცოტა ინსტრუმენტი დაგვრჩება იმისთვის რომ ჩვენ ხმა მივაწვდინოთ ადამიანებს, მაგრამ და ბრძოლის მექანიზმებიც იქნება მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ. ეს არის გამოსავალი, რომ არ განადგურდეს პოლიტიკური პროცესი, რეალურად აკეთკენ მიდის საქმე. სანამ უშუალოდ პოზიცია ეხა არ ვიცი, ესე მარტივად რო კითხო, უბრალოდ ვადამდელს ფიქრობ იქნება ან არ იქნება, რა პოზიცია უნდა გქონდეს? ქართული ოცნება რასაც ამბობს, ვადამდელს ფაქტობრივად გამორიცხავს, თუმცა ის ნაბიჯები რაც გადადგა საარჩევნო კოდექსის ცვლილებასთან დაკავშირებით, შეიძლება ამას გვაფიქრებინებდეს. მარტივი ამბავი არის ის, რომ ნუ გარე ლეგიტიმაციისთვის ქართულ ოცნებას ეს ამბავი ჭირდება და მათ შორის ჭირდება საკონსტიტუციო უმრავლესობა ბოლომდე რომ დააკანონოს მისი საგარეო ვექტორი, ხო? პირდაპირ ნათლად რო გვითხრას რომ არის პრორუსული ძალა, ანუ მისი ჩაწერილი 78 მუხლი ეს ძალიან მნიშვნელოვანი ამბავია, იმიტომ რომ კობახიძე ამითი ტრაბახობდა ერთ დროს რომ მეჩავწერეო, მაგრამ ეხა იმისთვის უნდა საკონსტიტუციო უმრავლესობა რომ ეს მისი ჩაწერილი მუხლი ამოიღოს, ანუ თავის თავთან წინააღმდეგობაში მოვიდეს. ეგ მნიშვნელოვანი ამბავია არ ახალი ქართულ ოცნებაში, რომ თავის თავთან წინააღმდეგობაში მოდიან. რაც შეეხება არჩევნებს, მე უფრო მნიშვნელოვანი მგონია მანდ რეფერენდუმის ნაწილი, იმიტომ რომ უფრო მნიშვნელოვანი შეიძლება ქართული ოცნებისთვის იყოს ეს და მათ შორის უფრო დამაზიანებელი და უფრო დიქტატურისთვის ბეჭედის დამსველი, იმიტომ რომ ამ ეტაპზე თან ყველა საცეცი რაც აქვს ეხა ქართულ ოცნებას იქ ვატო შაქარიშვილის პარტია გაუკეთა, ნანა კაკაბაძე, ვიღაცა გამოჩნდნენ ტიპები, ვინც ყოველთვის კოცობას ესე ღიათ არიბრალებდნენ, მაგრამ ყველა ვიცით რომ კოცები არიან. გოგა ხაინდრავა, ხო? გოგა ხაინდრავა, რომელიც ამბობს რომ ნეიტრალიტეტი რა დროს ევროკავშირია და ასე შემდეგ, რომ ეს საკითხი დღის წესრიგში დადგეს და აი ეგ არის რა, როგორ ჩატარდება არჩევნები და რეფერენდუმი ერთად იქნება, ცალ-ცალკე გააკეთებს ამას, ეს ამბავი არ ვიცი, თუმცა გონია რომ რახან ამაზე პროპაგანდისტულ მედიაში მიდის საუბარი რომ რეფერენდუმი შეიძლება დღის წესრიგში დადგეს, არჩევნებთან ერთად რეფერენდუმის ჩატარება ყველაზე მარტივი ფორმაა, ყველაზე აქტივობის გამზრდელი ფორმაა და შეიძლება ამ გზაზე ქართული ოცნება წავიდეს და ვადამდელთან ერთად ჩაატაროს ეს რეფერენდუმი, რომელიც რეალურად ძალიან მძიმე ამბავი იქნება, მაგრამ მე იმედი მაქვს იმის, რომ მანდ მაინც აქვს საქართველოს მოსახლეობას იმხელა უპირატესობა, რომ ვერანაირმა მანიპულაციამ ეს ამბავი ვერ გადატეხოს საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას
გააზრებული აქვს, ხო? დასავლეთში ინტეგრაციის ამბავი და იმედი მაქვს, რომ ეს ტრიუგი, რაც უყვარს ბიზნა ივანიშვილს, არ გამოვა. ვაჟა, მაინტერესებს რა დამოკიდებულება გაქვს იმის მიმართ, რომ უკვე მოწოდებები გაჩნდა საზოგადოებაში გარკვეული ნაწილისგან, რომ არ მიხვიდეთ არჩევნებზე, რომ ეს არჩევნები ისედაც გაყალბებულია, იგივე რაც თვითმმართველობის არჩევნებზე ხდებოდა. მაგრამ თვითმმართველობის არჩევნებმა მერე გვაჩვენა, რომ ეს მოწოდებები პირიქით დამაზიანებელი აღმოჩნდა რაღაც პროცესებისთვის და აი ამასთან დაკავშირებით შენ რას ფიქრობ? მე მაგალითად მგონია, რომ ჯერჯერობით რადიკალური რაღაც მოწოდებებისგან თავი უნდა შევიკავოთ. ხო, სრულიად წარმოუდგენელია მით უმეტეს იმაზე, რაც მე ვილაპარაკე, თუ შეიძლება ვთქვათ რეფერენდუმის და არჩევნების საკითხი ერთად დადგეს, წარმოიდგინე ადამიანს ეუნები, რომ არ წახვიდე და არ გამოხატო შენი კაფე ოპოზიცია ევროატლანტიკურ კურსთან დაკავშირებით, მაგალითად, ხო? ნატოსთან დაკავშირებით, ევროკავშირთან დაკავშირებით და შეიძლება ჩვენ ეს მოცემულობა დაგვიდგეს. შეიძლება იყოს ისეთი სცენარი, რომ არჩევნებით ჩატარდეს და რეფერენდუმით ჩაინიშნოს და ზოგადად მოხერხდა სამწუხაროდ ჩემთვის და მაგალითად პარტიისთვის, ხო? ბოიკოტმა რაღაცნაირად იმძლავრა ხალხში, ხო? 4 ოქტომბრის ამბებიდან გამომდინარე რომ ვიმსჯელოთ და არჩევნების ცოტა მარგინალიზება მოხდა თითქოს, ხო? რაც ძალიან ცუდი პროცესია რეალურად არჩევნებისთვის დობის დაკარგვა პოლიტიკაში ალბათ ერთ-ერთი ყველაზე ცუდი გზაა, რაც შეიძლება პოლიტიკოსებმა გააკეთონ. მაგრამ ნუ ესე წავიდა პროცესი, მაგრამ ეხლა მოცემულობაში როცა არანაირი კონტექსტი არ ვიცით, არანაირი ფორმა არ ვიცით, როგორ შეიძლება ქართულმა ოცნებამ ჩვენ ეს საკითხი შემოგვიბრუნოს, მოწოდებების გაკეთება, რა თქმა უნდა, რა ვიცი, არაკვალიფიციურობაა, როგორც მინიმუმ, რა. გეთანხმები. ეხლა გვაქვს ერთ წამით კეთყვი სუსტად. სამ თემას წაგეკითხავთ. შენ უნდა გითხრა ჯერ კარგია თუ ცუდია და მე შენი პოზიცია უნდა ახსნა ზუსტად ერთ წუთში. მარიაჟი. სპონსორი არ ყავს შენ და მაგიტომ არ აქვს სტიკერები წყალს. პირველი თემა საკმაოდ აქტუალური, რაზეც შენი აზრი გვაინტერესებს. კარგია თუ ცუდი. აი ეს არაბული ქალაქების მშენებლობა რომ მიმდინარეობს, რასაც ჩვენ ანკლავს ვეძახით. აი რა როგორ ფორმატში ხორციელდება, როგორ დამალულიცა, დაფარული საზოგადოებისგან და არ საჯაროდება, ეგ კარგია თუ ცუდი და რატომ არის ცუდი, ან რატომ არის კარგი რომ აგვიხსნა. კარგია. ეხა ვილაპარაკო რატოა კარგი, ეხა რატომღაც ეს რომ გავშალო, ხო, რატოა კარგი? არა, რა თქმა უნდა ცუდია. მით უმეტეს ცუდია. ქართული ოცნების ამომრჩევლებიც კი ეს არის საკითხი, სადაც კითხვები გაუჩნდათ. ჩემს ირგვლივ, მათ შორის ეკლესიას, მათ შორის ქალაქში ახლა დავდივართ ყველა და ვიცით, ხო? ვინც ქართული ოცნების მიმართ არ იყო მთლად ესე ცუდად განწყობილი, ეს არის საკითხი, სადაც კითხვები დაუსვეს საკუთარ თავს, რომ რატო შვებიან. და ყველაზე მნიშვნელოვანი აქ არის ის, რომ 2 წელი გვარბიეს, გვცემეს, გვირტყეს, რა ვიცი, ყველაფერი გაგვიკეთეს და გვეძახეს, რომ გამჭვირვალობა არის დემოკრატიის მთავარი პრინციპი, ხო და მთელი პროპაგანდა აგეს იმაზე, რომ ჩვენ თურმე ვიყავით გამჭვირვალობის წინააღმდეგები იმ ფაქტზე, რაც ძალიან გამჭვირვალე იყო, გულისხმობ არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსებას და იმ გრანტების შესახებ კანონს, ხო, რაც ძალიან მარტივი სანახავი იყო და რეალურად ყველაფერი გამჭვირვალე იყო და კიდე გამჭვირვალობა მოითხოვეს გამჭვირვალე რაღაცის და ეხა გვეუბნებიან, რომ რეალურად კორპუსის აშენება და ბინების გაყიდვა არის იმდენად მნიშვნელოვანი საკითხი, რომ ამას გრიფით საიდუმლო უნდა დაედოს და საზოგადოებას არ უნდა უხსნათ ეს ამბავი და თან 7 მილიარდი რო შემოგაქ ხელისუფალს ქვეყანაში, რა ვიცი, მგონია რომ ამას ყველგან უნდა იძახდე, სადაც შესაძლებლობა გაქვს თუ არ გაქვს, უნდა პოულობდე ამისთვის გზას, რომ ამ სიკეთეზე რაღაცაირად საზოგადოებამ გაიგოს და ამაზე რო არ ლაპარაკობდა რაღაცა პრომო ვიდეოებს წერ რაღაცა იმის რეკლამასაც გამოვიდა, პრომო ბიჭუნა გახდა ირაკლი ყობაყიძე დააჭდა და 8 წუთი ილაპარაკა სიგიჟეებზე სრულზე იმისგან განსხვავებულ რაღაცებზე თან რაც ამ კომპანიის დამფუძნებელმა ილაპარაკა, ასევე მაშინ როცა გვიხსნიდა სიკეთეებს ამ გონიოში, ანკლავის და კრწანისის, ხო? აღარ მინდა საუბარი ამ ეკოლოგიურ ამბებზე და კრწანისის და გონიოს მნიშვნელობაზე ზოგადად რა დანიშნულება შეიძლება კონდეს ამას სამომავლოდ. წმინდა ყველაზე პრაგმატული არგუმენტი ამისი, რაც შეიძლება მოვიყვანოთ არის ის, რომ გამჭვირვალეობის მოწოდებით ხალხმა გაგვლახა, ცემა, დაგვიჭირა, გვირტყა და ეხა კორპუსების ყიდვა გაყიდვას დაადო გრიფით საიდუმლო. მოკლე ახსნა ეგ არის რა. მეორე არის ესეთი ამბავი რა. ემიგრანტებისთვის ხმის მიცემა უცხოეთში რომ აკრძალა მოკლედ რა. ვისაც გინდათ ხმის მიცემაო, ჩამოდითო, გააცნობიერეთ აქ რა პოლიტიკური სიტუაციაა და
მერე შეგიძლიათ მისცეთ ხმაო და არა აი ახლობელი ნაცავმა არ მოგატყუონო რა. არგუმენტი ეს იყო ხო რაც გააკეთა. ნათესავებს ჩვენ და ეგენი ეუნებიან სიმართლეს. ხო, სიგიჟე წარმოუდგენელი სიგიჟე კი არა, ბოროტება პირდაპირ, იმიტომ რომ შენი ქვეყნის იმ მოქალაქეებს, რომლებიც რეალურად ჩვენს ეკონომიკას აცოცხლებენ და ბოლო წელს მილიონებზე კი არ არის საუბარი ემიგრანტების მიერ ამ ქვეყანაში გადმორიცხულ ფულებზე, მილიარდებზეა საუბარი. ხალხი რიცხავს მილიარდს, სხვის მართლა რა ვიცი, ბებიებს, ბაბუებს, შვილებს უბლიან, ფიზიკურად უბლიან, რომ აქ თავისი ოჯახის წევრები რაღაცაირად გადაარჩინო, ხო, ყოველდღიური ყოფისგან და ამ ხალხს ეუბნებიან რეალურად, რომ შენ ამ ქვეყნის მოქალაქე არ ხარ. ოღონდ რეალურად ეგრე არა, ხმის ჩამორთმევის უფლება არის მოქალაქეობის განსაზღვრელი, იმიტომ რომ ეს ჩემი მოგონილი კი არ არის პირველი უფლება, რითიც შეიძლება მოქალაქე განისაზღვრებოდეს, არის ის, რომ მას აქვს პასიური და აქტიური უფლება არჩევნებში მონაწილეობისა. ყველა განმასხვავებელი ფორმა ბინადრობის უფლება იქნება ეს, იგივე მწვანე ბარათი იქნება თუ სხვადასხვა ეს რაღაცა რბილი ძალის ელემენტები, რაც სხვადასხვა სახელმწიფოებს აქვს. თავარი განმასხვავებელი იქ არის, რომ მაგალითად მწვანე ბარათს ვინც აიღებს იმ ადამიანს არ შეუძლია ხმის მიცემა, ანუ ეს განასხვავებს მოქალაქისგან. და ისევეა ჩვენთანაც, ხო, ხალხი ვისითაც მართლა სული უდგას ამ ქვეყანას, ვეუბნებით, რომ შენ ამ ქვეყნის მოქალაქე არ ხარ, მთავარ კრიტერიუმს მოქალაქეობისა უსპობთ და რა ვიცი ეს რანაირად შეიძლება იყოს კაი, მე არ ვიცი, თან კიდე ხა ჩამოვიდნენ და აქ მისცენ ხმაო იქო, რაღაცა ისო, ხო? იმ პოლიტიკური დღის წესრიგის ნაწილი ხდებიან და ხმას ვერ ხვდებიან. ხო, და ეხლა რა ვიცი, ნახოთ ერთი ამერიკელი მოქალაქე საქართველოში რო ცხოვრობს და ყობახიძის პოლიტიკური აღქმა თუ აქვს მაინტერესებს, მართლა ძალიან ისეთი კითხვაა, ხო? ეხლა წარმოვიდგინე უცებ გერმანელი ცხოვრობს თბილისში და ყობახიძის პოლიტიკურ ჭკუაზე. სიგიჟეა, ხო, ესე უყურებენ და ეხლა რა ვიცი, აბაზე სერიოზული პასუხი არ შეიძლება. ეს არის ბოროტება. დაფიქრდება მე ხო არ ვარ deep state-ი. ხო, ეს არის აი მართლა პირდაპირ ბოროტება არის და იმ მოქალაქეების დამცირება, დაკნინება, ვისითაც რეალურად სული უდგას ქვეყანას რა. საარჩევნო კოდექსზე სხვა ცვლილებაც გვაქვს. სხვა ცვლილებაცაა, მეორე ცვლილება, რომელიც ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ დაჯარიმებული პირების აკრძალვას კომისიებში, საარჩევნო კომისიებში და ამაზე რას ვეთქვი? ხო. მე მეკრძალება მაგალითად. მეც მეკრძალება, ხო, მე დაჯარიმებული, ნახევარ საქართველოს ეკრძალება კომისიის წევრობა, როგორც ახლა ასევე საუბნოზე იყო საუბარი. სხვა შორის მე არ გამიგია, რომ კანდიდატობა მე მგონი ჯერ შეუულია, ფლად ეტაპზე არ ვარ, ხო, ეხლა მე მაგალითად კანდიდატი ვერ იქნები, მაშინ თუ ეგ კანდიდატებსაც შეეხება, ხო? ამიტომ ნუ რა თქმა უნდა ჯერ არ მისულან ხო, აქამდე არ მისულან, მაგრამ შეიძლება ხა იდეა მოეწონოთ, ხო? ამოჭერით ეგ ამბავი არ გაუშვათ, იმიტომ რომ შეიძლება მოეწონოთ მართლა. ხო, ნუ ძალიან ძიმე ამბავია და რეალურად არავის საქმე არ არის, ეგ ერთი ადმინისტრაციულ ჯარიმაზეა, ხო? ნასამართლეობაც არ ქბია ამას, სამართლებრივად რო აიღო ნასამართლეობის ცნობა, იქ რო ჯარიმა გადახდილი რაღაცა სტიკერის დაყვრაზე პირობითად ეგ არ ითვლება, ხო, ადმინისტრაციული ჯარიმა და ნუ ეგ არის ის, რომ იციან, რომ ბევრი ადამიანია დაჯარიმებული, ეს ყველა ადამიანი ფაქტობრივად არის ოპოზიციის მხარდამჭერი და ოპოზიციის რესურსის შემცირება, რომ რაღაცნაირად უფრო გაურთულდეთ იმ მინიმალური რესურსის გამოყენება, რასაც საოლქო და საუბნო კომისიები ქვია და ასევე წევრობის ამბავი თქვეს, ხო? მაგალითად, წევრი უნდა იყოს პარტიის აუცილებლად მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი და სიის ტიპი, ხო? ეგეც ეხლა სიგიჟე, რავი, როგორ ამოწმებს ქართული ოცნება ჩემი პარტიის წევრი ვინ არის, არ ვიცი, ფიჭკაზე გვენდობა თუ არ ვიცი რა ფორმით ამოწმებს ამ ამბავს, მე ვერ ხვდები, თუმცა ეგეც რა დამატებითი მექანიზმია იმისა, რომ ოპოზიციურ პარტიებს საარჩევნო პროცესი უფრო გაურთულონ, ეგ არის და ეგ. მოკლედ ეს სერიოზული ეტაპი გადავლახოთ, გადავიაროთ და ეხლა იწყება არასერიოზული პოლიტიკური ეტაპი. ეს არის პირველი თამაში. მოკლედ თამაშის წესები რო აგიხსნათ. თამაში გვაქვს საქმე არჩი. არ გვაქვს, მაგრამ რას ვიზამთ. არა, მაგრამ ვითამაში. წესები არის ძალიან მარტივი რა. სამ ციტატას წაგიკითხავთ, 3-დან 1-საც თუ ვერ გამოიცნობ, მოგიწევს რომ დალიო. ხო, ძალით არ ქნა რომ დალიო, ან ძალით არასწორი პასუხი არ თქვი, რა დალიო. მე გეკითხი. სასმელი კაი გვაქვს, თუ გინდათ გაიგოთ რომელი სასმელი გვაქვს, დაგვასპონსორეთ და აუცილებლად დავერე სასმელი აღმოჩნდება აუცილებლად. მოკლედ, პირველს მე წაგიკითხავ რა. მიდი აბა. ესეთი არგუმენტი იყო, თან მივხვდებით აქ ჩვენ ვიდეოს უყურებ თუ არა. იმიტომ რომ ჩვენც გვაქვს გამოყენებული.
ეგრე წყალი ესპანეთის სოფლებშიც არ აქვთ. აი ვის ეკუთვნის ეს ეგ იმას რა ქვია გორისმერს გორისმერი რო იყო ხინჯეგაშვილი მე მგონი ხო სახელგვარი რომ არ გეთქვა მაინც ჩაგითვლი ხო ხინჯეგაშვილი აი გიყურებს მეგობრებო თქვენს არა ეგ ეგრევე გამახსენდა ეგ ამბავი რომ წყალი არ აქვს ესპანეთის სოფლებში ეგ გენიალური იყო საოცარი ამბავი იყო ვალენსიაში რო წყალი არ აქვს და ზედაჯოჭოში აქვს აი ძალიან ძლიერი არგუმენტი იყო გეთანხმები მეორე ესეთია უჭირს ესპანეთს რა Hey Matthew are you kidding ეგ არ ვიცი ეს არის მარე მესამეც აი ეგ ზარქვა იქნებოდა ეხლა ებითი ვიხდი რა მაგის ეგეთი სიგიჟეებით ვიხდი Are you kidding me? რაღაცა ეგეთი სიგიჟეებს სულ და ზარქვა იქნება აჰა ჩამეთვალა სანამ არის ვქენი ჩამეთვალა სანამ დალევა მომიწია მესამე წაიგითხე მესამე არის ესეთი რუსეთი ჩვენი არც მტერია და არც მეგობარი მე ვერ გამოვიცანი ეს ომად ეგ პუტინი მტერი არის თუ არა ეგ მახსოვს ვიქვა და რუსეთი ჩვენი არც მტერია და ცოტა მინიშნებას მოგცემ თუ გინდა რომ ასეთ განცხადებაზე პასუხისმგებლობას მხოლოდ მაღალი თანამდებობის ადამიანი აიღებდა მაღალი მოდების ეგ არის გადავრჩდალებას, მაგრამ დამისხით ერთავლე. პირველი პოდკასტია და უნდა დაილოცო. დავილოცო, კი ბატონო. დავბრუნდით მე. ბათაშორის სამივე გამოვიცანი, მაგრამ აიმცვა. მენაულება. სამივე თუ გამოიცნობ და ჩვენ სხვა წესი გქონდა. ჩვენ უნდა დაგვიგო. მოდი ერთად დავლიოთ სამივე. ერთი რაღაცა ბუჩკი გავაკეთოთ. მე ცოტა ალკოჰოლთან ვერ ვარ, მაგრამ რა თქმა უნდა ეხა დალოცვისას არა, ერთი ჭიქა ალკოჰოლ და ეხა ლოთობა შეცა რა. ამპულა ჩვენ ძარ მოგვიწევს. შენ რაიცი წინ რეები აქვს, რა ხდება? შეიძლება მოგვიწევს. ჯერ რაიცი რა დალევა. ჩაწოლა არ მოგვიწევს, მაგრამ არა, ჩაწოლა არ მოგვიწევს. მოკლედ თქვენ ამ კაი წამოწყებას გაუმარჯოს. ძალიან კაია, იმიტომ რომ წეგან ვისაუბრე რომ ნელ-ნელა ინსტრუმენტები მცირდება, ისეთი ინსტრუმენტები, სადაც შეგვიძლია რაღაცა ჩვენი აზრი გამოვხატოთ და ფილმებს აკრძალავენ ალბათ იმიტომ რომ ჩვენი აზრი გამოვთქვათ, რაღაცა სხვა ამბავი ისმოდეს განსხვავებით იმისგან, რაც თუნდაც ტელევიზორში ხდება, ხო? ამიტომ კაი წამოწყებაა და ბოლომდე უნდა მიიყვანოთ ეს ამბავი და ისე უნდა მიიყვანოთ, როგორც დაიწყეთ, ხო? ის რაღაცა პატარა მოთელვები რაც ჰქონდათ და რა გამოხმაურებაც ჰქონდა ამ ამბავს, ისე უნდა მიიყვანოთ ეს ამბავი ბოლომდე. გაუმარჯოს პოლიტკასტს მოკლედ. გაუმარჯოს და კოცების დასრულებით აიღოს. ეგ მე კიდე ცალკე დავნე. ეგ მე. რაღაცა ცნობი დასალევია. კაი, სხვათა შორის. ეხლა გადავდივართ უკვე თამაშზე. რამდენი ბალახი აქვს ამასო თუ რამდენი მცენარეა? ეს ის არის ხო? ეს ის არის ხო ბორჯომი. ანწლი ხალხი. ეხლა უნდა დაგვეხმაროს ლინდა, მოკლედ სანამ დავიწყებ თამაშ წესებს ავხსნით. ჩვენგან ოღონდ ჩვენც არ ვიცით რა კითხვებია, ორს ექნება ერთი კითხვა, მესამეს განსხვავებული კითხვა და პასუხებით უნდა მიუხვდეთ ვინ არის იმპოსტერი, ანუ არასწორი კითხვა ვის აქვს და თავს როგორ იმართლებს ამაზეც იქნება დამოკიდებული. შეიძლება ისეთ საინტერესო მე მსმენია რომ ვაჟა ძალიან ძლიერია არგუმენტებში იმპოსტერობაში ძლიერია ვაჟა არგუმენტებშია ძალიან ძლიერი აქ მერე დაწერე პასუხს ოპა ოი კარგი მერთო დიდებული არ ვიცი რა დავწერო. მე ვიცი, მაგრამ მე თავი როგორ ვიმართლე რა ვიქნა მე სხვა რო იყოს. სუდი რაღაცეები წავადა, ამიტომ მე დავწერე. არა, მე თავი ხომ ვიმართლო. მზად ხარ არჩილ? მე მზად ვარ. მეც მზად ვარ. სრული მზაობა. ბადრი ჯაფარიძე მიწერია. ბიზნა ივანიშვილი მიწერია. მეც ივანიშვილი. ეხა იმართლეთ თავი, რა გინდა ბიზნა ივანიშვილთან ერთად ერთ დღეს
ბიზნეს ციხეში სიამოვნებით ვნახავდი, ეგაა მთელი არგუმენტი. ბევრი ვერსია. აგარი არგუმენტია. საკანში დავტკბებოდი მისი ყურები. საერთოდ არაფერს არ გავატარებდი ბიძინა ივანიშვილთან ერთად, არასდროს. მე არაფერს საერთოდ, არაფერი არ მინდა მაგასთან. ბიზინა ივანიშვილი ციხეში ძალიან კაი მოიცა, საერთოდ არ იქნება. შემი- შენც უყურები, ხო? ადრი ბადრი ჯაფარიძესთან ერთად ციხეში ჯობა, რავი, ძალიან კაი ალბავია. ეხა ხომ არ აზმია, ეხა ბადრი ჯაფარიძესთან ერთად ციხეში ჯდომა რომ უნდოდეს ვაჟას. ბიძინა ივანიშვილთან ერთად გინდა შეკაცა და მე იმიტომ მინდა რომ ნახოთ ციხეში საკანში როგორ ზის დამნაშავი ადამიანი. უყურე, რავი, კამერას ჩახედე რაღაც ციხეში. არა, მე შენ როგორ წერია? ხო დამნაშავე. გეტყვი, მე მე შესაძლოა ერთი ღამით უყურებ ხოლმე, არის მე არ ვარ დამნაშავი. ერთი ღამით, რა ვიცი, შორენა დაგეწერა. მე სხვანაირად ვერ ვნახულობდა, იქ ვნახავდი. ხო, ეგ სხვა ჩვენის ემჭრილი მქონდა მე ეგეთი ამის დაწერებიც მინდოდა ვიღა, მაგრამ ეხა ეგ გამიდირთდებოდა ამბავი, ამიტომ მე და შენი აზრით? ჩემი აზრით იმპოსტერი არის ვაჟა. თქვენ არა, რაღაცა შენ რატო თქვი რა ბიზნესთან ერთად რატო? სხვანაირად ვერ ვნახულობდა ბიზნეს იქ მოვაყომარები. აი, რატო გაგიდა ბიძინა ივანიშვილის ნახვა? ჩემი არგუმენტი არის, რომ აღარ საკანში დავტკბებოდი გამოვუშვებდი მისი ყურებით. ციხიდან. დავტკბებოდი მისი ყურებით არა. იმსახურებ საკანში ყოფნას და ეგ სანახაობა გამიწორდებოდა. გიო არის კაი, იმპოსტერი. ჩემ ეს ვაჟა არის მე იმპოსტერი. გიოზი ავწევ. იმიტომ რომ ანუ არასწორი არგუმენტი იყო. გიოს ხელისაწევა. იმპოსტერმა თუ მოიგო, ხო იცი უსულო, რაც ხდება მაგ შემთხვევაში? კი, შენ ორის იცი ალბათ, კარგი. კაი, კი, ჩემი აზრით შენ ხარ ვინ არის იმპოსტერი? 1, 2, 3 გიო. ვაჟა. 2 გიოს 1 ვაჟას. რა თქმა უნდა მე ვიყავი იმპოსტერი. აჰა. ხო გითხარი? მერე ჩემზე რო იცახდი ამაზე თქვი. მითხარი მეთქი მან რატო დაწერა მეთქი ძალიან საეჭოდ დაწერა. ვინ არის შენთვის ყველაზე მიუღებელი ქართველი პოლიტიკოსი? ნუ ბიზნეს არ თuliდი. ბიზნეს არ თuliდი ზოგადად პოლიტიკოსაც ხო ის დაწერას პაპირები, მაგრამ გამიმართლა. ჯესთან ერთად ერთი დღე. ამიტომ თქვენ ორს მოგიწევთ დალევა. არა, ბიზნეს მე- შენ რატო დაწერე? მე კაი. მე? გითხარი რატომ? ხო და ტვის რატო ჭამდი მაშინ გელი თქვა რაღაცა. მე რო არ ვიყავი ფაქტი იყო და. მე გავიმარჯვე, ისინი სვამენ. რომ ეს რა არის? მოდი არჩილის სკილებს გამომარჯოს, რომლითაც შესაძლოა შეგვიყვანა ორი ადამიანი. ვაფშე შენი ბრალია ეგ რა. სიჩუმე არის ხილი. რაც გაჩერებული იყო და შენ დაიწე გაბრების ლაპარაკი რომ გამისწორდებოდა ბიზნესთან ერთი შენ ღამე. საერთოდ ჩვენს ლიდერს უსურვებ ერთი ღამე ციხეში. ვიდო არა უსურვებზე რა მოცემულობა მქონდა ეგეთი ვისთან გაატარებოდა. ბადრისთან რაღაცა კაი ამბებს მოგიყვება იქ. მოდი ჩვენს ბრძოლას გამომარჯოს. გაუმარჯოს ჩვენს ბრძოლას. უკეთესი მომავლისთვის. ბრძოლა ბოლომდე. ბრძოლა ბოლომდე უნდა იყოს. ძალიან სხვა გზა რა. მე არ დავლევ. ბოლომდე ბრძოლის სადღაც არ დავლევ თუ მოგებულის მოგებულის პოზიციიდან. სადღაც სადღაც გზელავი გზელავები. რომ ბლატავს. ეხლა გადავიდეთ უკვე დასასრულსკენ წავიდეთ და ვაჟა დარჩიას ბლიც ინტერვიუ გვექნება. 10 მარტივი კითხვით უკეთ გავიცნოთ ვაჟა. 10 კითხვა რა იყო? 5-5-ზე. 10 მარტივი კითხვა, მარტივი პასუხები. რომ არა პოლიტიკოსი სად იქნებოდი? სახლში. ვიფიქრე რომ მაგას იტყოდა. პოლიტიკოსიც რო არ მალე მომიწევს აღწევს. დაახასიათე ქართული ოცნება ერთი სიტყვით. პირველი რაც გამახსენდა. არა, ეგ არა და მეორე. ეგ არ თქვა და მეორე. ბოროტება. კაი. რომელია შენთვის ყველაზე სუსტი პოლიტიკოსი? ჩემთვის ყველაზე სუსტი პოლიტიკოსი? ეს საქართველოში რა თქმა უნდა. ო, აბა ეხა საქართველოში ყველაზე სუსტი, ყველაზე ცუდი ტიპი არის არქუა. ოღონდ პოლიტიკოსიც არ მგონია, მაგრამ Are you kidding me? ეი, მეცი, are you აი kidding? ძალიან ცუდი კაცია რა. ვინ არის შენთვის მისაბაძი პოლიტიკოსი, აიდოლი? ეს თელს პოლიტიკურ ხო. სპექტრი შეიძლება მთელი ო, სოფლიოს რა მასშტაბით. ძველი ეხა ისტორიიდან. რომ გითხრა რომ მისაბაძი და ვიღაცა პლატონი. ო არიან ისეთი ადამიანები, ვინც ძალიან მნიშვნელოვანი ამბები გააკეთეს სოფლიო პოლიტიკაშიც, მათ შორის, მაგრამ ესე ლიდერების დონეზე ალბათ ვინ გაგისწორდებოდა რომ რა ვიცი ხა ქართული პოლიტიკა რო ავიღოთ, ალბათ ისევ რაღაცა მონარქიაში მიდიხარ და რაღაცებზე ლაპარაკობ, იმიტომ რომ დიდი ისტორია არ აქვს, თუმცა მაგალითად ზვიად გამსახურდიას პერიოდიც მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ დამოუკიდებლობის ამბავი იქეთ პირველი რესპუბლიკის დროინდელი ამბები ძალიან მნიშვნელოვანია. ეხა ერთი მინდა გავიქეცი, მეორე მოკლეს, არც ერთი არ მინდა ეგნე, მაგრამ ანუ იმ პროცესების მონაწილე ვიქნებოდი რა. როგორც თქვათ, იგივე პირველი რესპუბლიკის შექმნის მონაწილე ვიქნებოდი და ასევე ამ ბოლო დამოუკიდებლობის ძალიან მნიშვნელოვანი ამბები იყო, ხო? ამის მონაწილეც ვიქნებოდი, ეხა რა ვიცი თუ გინდათ.
მერაბ კოსტავა თქვათ ნეიტრალური ამბავი რო იყოს და იქ ვიღაცამ ყიაგაკლიაო და ეგახარო რო არ დაგვიწერონ, მაინც მერაბ კოსტავა თქვათ. მეც იგივეს ვიტყოდი. შენი აზრით რომელი ფეხბურთელი იქნებოდა ირაკლი კობახიძე? ყაველაშვილი არ თქვა. ირაკლი კობახიძე. ეგ ყაველაშვილი და უნდა გვეკითხა და უფრო სასაცილო იქნებოდა. რომელი ფეხბურთელი იქნებოდა? რომელი ფეხბურთელი იქნებოდა ირაკლი კობახიძე? ირაკლი კობახიძე იქნებოდა მე ჩემ ვერსიას ვიტყვი მე. არა, ოღონდ ერთი მასე ვიტყვი რა. მონაკოეთზე მეც ეგ მახსენდება. უცებ გამახსენდა კალადის ავტოგოლები რა. აჰა. იმიტომ რომ მართლა ბევრი ავტოგოლი დაირტყა მაგ ტიპმაც რა. ანუ ეს ავტოგოლი ესე შეიძლება რაღაცა ელექტორალურ ამბავში არ მოუბრუნდა, მაგრამ ანუ ყველაზე ცუდი ამბები რაც ქართულმა ოცნებამ გააკეთა, ამისი გამოსატანი გახდა რა. და რაღაცა ჭკვიანი ტიპიას იმიჯიც რო ქონდა, ეს იმიჯიც ჩამოენგრა, ხო? და ბევრი ავტოგოლი გაიტანა და აი ეგ კალაძე ხა ჩვენ მოგწონს არ მოგწონს ფეხბურთი ითამაშა მაგ კაცმა, მაგრამ იტალიასთან თამაში მე ხო ორი ავტოგოლი მოხერხება უნდა მაგამ ყოს რა და აი მაგ თამაში ვიტყოდი კალაძეს, თორე ხა კალაძეს ყველაფერი შეიძლება დაუწუოთ, მაგრამ ფეხბურთელი კაი იყო კალაძე. ჩემი აზრით იქნებოდა ბარტრა, აი ბეილმა რო შემოუარა. ახლა მასე ჰარი მაგვაერის თქვა მინდოდა, მაგრამ მანჩესტერის პალი ხო არ ვიტყოდი. რომ არა საქართველოს რომელ ქვეყანაში იცხოვრებდი? დიდი სიამოვნებით ვიცხოვრობდი ნიდერლანდებში. ფეხბურთი მიყვარს, ნიდერლანდების ნაკრებზე ვგიჟდები და ისეც რა ვიცი ხა რა დაეცუნება. Manchester United Ispanია. არაფერი. ნიდერლანდებს რა დაეცუნება რა ვიცი. რას შეცვლიდი ქართულ პოლიტიკაში? პოლიტიკოსებს. ო, პირველ პოლიტიკოსებთან ძალიან ბევრს, პოზიციაშიც და ოპოზიციაში ძალიან ბევრს. ეხლა მე ვინ მეკითხება, ისე გამომდის ქართულ ოცნებასავით. აღბრძალე, მომინდა შევცვალე, მაგრამ ბევრი პოლიტიკოსია, ვინც არ მომწონს რა. მათ შორის ოპოზიციაშიც. რა რეფორმას გაატარებდი ხელისუფლებაში ყოფნის შემთხვევაში? პირველს. პირველი რეფორმა რა იქნებოდა? ბევრი რაღაცა იქნებოდა პირველი რეფორმა. მე ყველაზე მნიშვნელოვანი ამბავი მგონია, მაინც, ნუ ეხა ეს გაფუჭებულები რაც არის, ამის გამოსწორებაზე აღარ არის ხო ლაპარაკი, ხა ეგ არ ითვლება, მაგრამ რომ ჩვეულებრივ ქვეყანაში რომ ცხოვრობდეთ და ეს გაფუჭებულები არ იყოს, იმიტომ რომ ეხა რა ვიცი რომ მოვალთ ემიგრანტებს ხელისუფლება უნდა დაუბრუნოთ, ხო, მაგალითად ეგრე რომ ვილაპარაკოთ, მაგრამ მაგ მოცემულობაზე გაფუჭებულებს არ ვლაპარაკობ, ხო? პირველი ყველაზე მნიშვნელოვანი ამბავი მე მგონია ის, რომ თვითმართველობა უნდა იყოს თვითმართველობა, აი დეცენტრალიზაცია თვითმართველობის რა. თბილისიდან ბათუმში, აი რა არის თბილისელმა უკეთ არ იცის ვიდრე ბათუმელმა რა. ამიტომ ოღონდ ესეთი რაღაცა სადღეგრძელო დეცენტრალიზაცია კი არა, ფული რა, მთავარი ამბავი არის, აი ჩემთან სოფელში გურიაში მაქვს სოფელი და შეხვედრაზე რომ მოვიდა მერი, თქვა რომ გზას იმიტომ ვერ გიგებთ რომ ბიუჯეტი აღარ მაქვს. ბიჭო გზის ბიუჯეტი თუ არ გაქვს, აბა ისი გაქვს, ხო? აღარ მაძლევს თბილისი ბიუჯეტს თან, სიგიჟე აღარ მაძლევს თბილისი. და ეგეთ რაღაცები არ უნდა ხდებოდეს რა, ანუ პოლიტიკა თვითმართველობა ზოგადად უნდა ხდებოდეს ადგილზე, ანუ ეკონომიკური, ფისკალური დეცენტრალიზაცია, ფული რა, მარტივად რო ახსოვს, ფისკალური დეცენტრალიზაცია და რაღაცები რო ლაპარაკობთ. ხო, ბლიცი უნდა იყოს. ფული, მოკლედ, უნდა იყოს აქ ბათუმში უკეთ იციან ფული როგორ დახარჯონ ბათუმზე ვიდრე თბილისში. გეთახმებით. აჯარლებს. არა, ნუ გურიას შედის ეგ ამბავი რა თქმა უნდა. გურიასაც და რაჯალე ჩუმსაც იგივე. კაი, ძაღლები თუ კატები? მარტივი კითხვა ამოვიდა. მეც კი პარტიულ პოლიტიკას გაატარებს ახლა რაღაცა მესეჯ ბოქს ჩააგდებს მიუსოფარ ცხოველებზე და კატები. კატები ახლა ძაღლებს ვერ ვიტყოდი ბრატ. ვაჟა, რომელი ქართული ტრადიცია მოგწონს ყველაზე მეტად? მართლა ის ტრადიციების ამბავი არ ვიცი რამდენად არის, მაგრამ გიჟდები შობას და აღდგომას სოფელში წასვლაზე და აი იმ რაღაცა სანთლის ანთებაზე და მათ შორის ამ წითელი კვერცხი არ მიყვარს მეზიზღება ვერ ვჭამ, მაგრამ აღდგომა და შობა ჩემთვის არის ძალიან მაგარი რამე რა, ანუ ეგეთი ბევრი დღე რო იყოს გაასწორებდა, იმიტომ რომ რაღაცა სხვა ამბები ხდება და კიდე
გურიის ამბავია კიდე რომ მაგრად მევასება ფერის ცვალების დღესასწაულიც. რა შეიძლება ეს ქართულ ამბავში არ ჯერ, მაგრამ 7 იანვარი მე მგონი მარტო ქართულია, ხო, რაღაცა სხვა. მე ვიცი, შენ ძველი ახალი წელი მოგწონს. ძველი ახალი წელი მიყვარს სენაკში იზოლატორში, კი? ძველი ახალი წელი სენაკის იზოლატორში მიყვარს. მე ისეთი ხო კალანდასო დარჩიაო ის მეკითხება. ძველი ახალი წელს მოკლედ მიმიყვანეს სენაკის იზოლატორში პროცესი მქონდა და მეკითხება ბადრაგი რომ არჩიაო აი გურული კაციო კალანდასო სენაკის იზოლატორში უნდა იყო და მე გივიცა უნდა ვიყო და ჩემაქანე მომყვანს ასე და ისე მეთქი უთხარი და ცოტა ეტოშა რანაირად ვითხარიო ეგო რა ვიცი აბა კალანდას ვიცი რა უნდა ვიყო ჩამოვკიდო 2 ამოვჭრა სუყი გავავწვადო 3 წვა და ვიცი მაგრამ მომიწია სენაკის იზოლატორში ყოფნა ირმატო გონიძეს ბლიცი არ გამოვიდა ცოტა გავაგრძელეთ მაგრამ არა უშავს არა უშავს მე მგონი საინტერესო გამოვიდა ეს იყო ჩვენი პირველი სტუდიური პოდკასტი ჩვენი სტუმარი იყო ვაჟა დარჩია მადლობა ვაჟა სტუმრობისთვის დაგემშვიდობებით მადლობა იმ ბევრი საინტერესო სტუმარი ასევე ხონა იქნება რომ გამოგვიწეროთ და გვადევნოთ თვალი მადლობა